მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. დღეს უკვე ცნობილია, რომ ხვალ დაანონსდა 3 საათზე ოპოზიციური გაერთიანებების მსვლელობა. ეს არის ორი ლოკაცია, ასე წერენ, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მარჯანიშვილის მეტროსთან. დღეს არ იყო საპროტესტო მსვლელობა, არც გუშინ იყო რიგი მიზეზების გამო. გვითხარით, აი ხვალიდან გრძელდება, ანუ რა კოორდინაცია არსებობს ამ მხრივ და რა რჩება, რა არის ამ შეკრებების მთავარი მოთხოვნა. მოგესალმებით. ამ შეკრებებზე გამოდიან ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, ხედავენ, იაზრებენ და მათი გააზრებული არჩევანია, რომ გააპროტესტონ ის უმსგავსობა, რაც მოაწყო ხელისუფლებამ. საბოლოოდ კოორდინაცია, რა თქმა უნდა, არსებობს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის და ეს აქციები და პროტესტი არის კოორდინირებული. თუმცა ჩვენც ხედავთ, რომ რაღაც ადამიანების რაოდენობა არ არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს მაგალითად ამ მსვლელობებზე. იყო აქცია, სადაც უამრავი ადამიანი მივიდა, თუმცა არ ვიცი, ყოველ დღე ადამიანების ქუჩაში გამოყვანით შეიძლება რაღაცა ხალხი დაიღალოს. ჩვენ გვაქვს წინ ორი მთავარი თარიღი, ერთი გახლავთ ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადება, მეორე კი პარლამენტის პირველი სხდომა, სადაც უნდა ცნონ მათი უფლებამოსილება, ასე რომ ჯობია რომ ამ თარიღებზე კონცენტრირდეთ. კი ბატონო, ეხლა ამ ოპოზიციური ჯგუფების ამოცანა არის, რომ რაღაცნაირად ნელ-ცეცხლზე, ესე ვთქვათ, პროტესტი მიიტანონ ამ თარიღებამდე თუ როგორ ხედავთ, იმიტომ რომ ნახეთ არჩევნებიდან მალევე, რომელზეც საუბრობთ, რომ ეს არის არაღიარებული და არალეგიტიმური და გაყალბებული, ანუ პროტესტი უნდა იყოს ყველაზე მაღალი, ეგრეთ წოდებული, ასე ვიტყვი, დანაშაულის აქტთან ახლოს, ხომ? აი რომ პირიქით არის? ზოგადად კარგი ფრაზაა ხოლმე უნდა იყოს. რა უნდა იყოს, ჩვენ შეიძლება ყველა ჩვენი პრეფერენციები გქონდეს, მეორე არის რა არის. მე არ მჯერა რომ არსებობს რომელიმე პოლიტიკოსი ან პარტია ან პოლიტიკური გაერთიანება, ახლა ვისაც შეუძლია რომ პროტესტი სადმე მიიტანოს, ან ნელ-ცეცხლზე რამე გააკეთოს, ან ვინმე ქუჩაში გამოიყვანოს. მე მჯერა რომ ამ ქვეყანაში თუ იარსებებს საკმარისი ადამიანების რაოდენობა, ვინც გაბრაზდება იმდენად რომ ქუჩაში გამოვა, მაშინ რაღაცას ექნება აზრი. მე არ მჯერა რომ პოლიტიკოსის დაძახებულზე ქუჩაში გამოსული ადამიანები რამეს შეძლებენ. ქართული ოცნების მთელი თელმა წელმა და ასევე ბოლო პერიოდმა აჩვენა თუ არა რომ ქუჩაში გამოსვლის პრობლემა არ არის. თუმცა ხალხი რაღაცაზე რეალურად გაბრაზებული. ასეთი რეალურად გაბრაზებული ხალხი არ არის არჩევნების შემდგომ? არ ვიცი, ზოგადად მაგას ჭირდება კონკრეტული თარიღები და კონკრეტული შეკრების დრო, იმიტომ რომ ეს ბრაზი გაფანტულია და ხანდახან, მაგალითად როგორც მოხდა რუსული კანონის შემთხვევაში, ბრაზი კონკრეტულ წერტილში იყრის თავს და ჩვენ მაშინაც რაც ვნახეთ, იგივე სამტკიცეს რასაც ართმეული არჩევნები, როგორც თქვენ ამბობთ, ბრაზის საუკეთესო საფუძველია რა? კი, უბრალოდ ეს წართმეული არჩევნები, ხა ერთი კვირა არჩევნები წართმეულია და სხვადასხვა ადამიანები გამოდიან რაღაცების აპროტესტებენ. პროტესტი მხოლოდ ქუჩაში გამოსვაც არ არის ჩემი აზრით. საბოლოოდ ხო ვიღაცა შეუძლია ივარაუდოს, რომ საკმარისი ადამიანი არ არის გაბრაზებული და ამაზე შეიძლება იყოს სამუშაო და შეიძლება ოპოზიციამ წარმოუდგინოს მტკიცებულებები ამ ადამიანებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მაგრამ მაინც მგონია, რომ აქ მთავარ როლს თამაშობს არა პოლიტიკური ძალები, არამედ ხალხი, იმიტომ რომ თუ არჩევნებზე მიხვედი და თუ ნახე რომ იქ ფარულობა დაირღვა, თუ გაქვს იმის წმენა, რომ იმ ხელა შეურაცხყოფა მოგაყენეს, რომ შენი ხმა გააყალბეს და ის შედეგები, რაც უნდა დამჯდარიყო, არ დაჯდა, მაშინ არ მგონია, რომ ვინმე პოლიტიკოსის დაძახება უნდა გჭირდებოდეს იმისთვის, რომ საკუთარი ბრაზი გამოხატო. ბრაზის გამოხატვაში მაინც და მაინც პარლამენტის წინ გამოსვლას არ გულისხმობ, შეიძლება Facebook-ზე პოსტის დაწერა იყოს. არ არის ეს ხალხი, არა, ვერ გავიგე მაინც ბორის რას ამბობთ. ეს ხალხი არის თუ არა გაბრაზებული თქვენი აზრით? აი, მუხტის შეგრძნება პირველ რიგში თქვენ უნდა გქონდეთ, ხომ, პოლიტიკური ლიდერებს, რომლებიც ყველა გაბრაზებული. მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ყველა ადამიანი გაბრაზებულია იმ შედეგებით, რაც მივიღეთ და ყველა ადანაშაულებს ქართულ ოცნებს არიან, რა თქმა უნდა, ისეთებიც, რომლებიც მეორე მხარეს დაშორების შესწავლაზე აპელირებენ. თქვენ ვისაც იცით, არ არის ვისაც არის რომ მაგაზე ხო არ შემიძლია გითხრათ არიან თუ არა გაბრაზებული, მე მაქსიმალურად ზუსტად შემიძლია გითხრათ იმ ადამიანებზე, ვიზეც უეჭველად ვიცი რომ გაბრაზებულები არიან. კარგი, თქვა აი ორ ადგილას შეკრება ორ მეტროსთან. ეს ვთქვათ, ანუ ეს ტაქტიკა რაც აქვს ახლა ოპოზიციას საპროტესტო ქუჩაში მსვლელობებით, რომელიც გამოიხატება, რამდენად ფიქრობთ, რომ ეფექტური იქნება და ამ მსვლელობას დაინახავს ახლა ხელისუფლება და რას იზამს?
ეს არ მგონია რომ მაინც და მაინც ხელისუფლებისთვის იყოს, ეს უფრო იმ ადამიანებისთვის არის, ვინ შეიძლება გაბრაზებული იყოს, მაგრამ ნიჰილივში იყოს ჩავარდნილი და ამოვიდეს, რომ არაფრის აზრი არ აქვს და არაფრის გაპროტესტებას აზრი არ აქვს. არ მგონია რომ ეხლა რამოდენიმე ქუჩაზე გასვლით ქართული ეცნობა იმ ხელა დისკომფორტს მიიღებს, რომ ხელახლა არჩევნებს დანიშნავენ. ეს რა თქმა უნდა სისულელეა. უბრალოდ მე იმასაც არ ვეთანხმები, რომ პოლიტიკოსებმა უნდა მართონ ეს პროცესი, ჩემი აზრით ვინ აი პოლიტიკოსებმა რაღაც ხომ უნდა მართონ ბორის დამართონ, შეხვედრები მართონ. არასდროს არ შედიან ეხა მესმის ეს გულისწყრომა მაგრამ როდის არ შევიდნენ პარლამენტში რო გითხოთ აი კი ბატონო მაგრამ პირველი რეაქცია არჩევნების შემდეგ მუდმივად ბოლო რამდენიმე არჩევნები ჩვენ ასეთი გვახსოვს და სადღაც ხომ უნდა იყვნენ ისინი ეთერებში ადამიანებთან საუბრის დროს სადაც არ უჭირდათ სულ ეთერებში ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციის და ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში და პლუს იმ საქმეებში რომ შეაგროვონ მაქსიმალურად მეტი მტკიცებულება, რათა ის ადამიანები, ვინც არ არიან დარწმუნებულები, ისინიც მათი დარწმუნებას მოხდეს. ანუ მათ არაღიარებულად და არალეგიტიმურად გამოაცხადეს არჩევნები საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებამდე? მტკიცების სტანდარტი ხო სხვადასხვა ჭირდება, ერთი დაარწმუნო სხვა ადამიანი იმაში, რას შენ იცი და მეორე რაღაცა შენ თვითონ რო ირწმუნო, როცა პროცესში მონაწილეობა. ამას ხო სხვადასხვა სტანდარტი ჭირდება, შესაბამისად ახლა უფრო მაღალი სტანდარტი უნდა დააკავაყოთ, შესაბამისად ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, მუშაობა ერთ კვირაში ამის მოსწრება ჩემი აზრით ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა იმავე საკითხს რო დაუბრუნოთ, ჩემი აზრით ამგვარ შემთხვევებში ხალხმა უნდა იყოს პროტესტის სადავეები ხელში. თუ ამგვარი რამ ვერ ხდება, თუ ვიღაცა ძალით არის სახლიდან გამოსაყვანი, თუ ვიღაცას ჭირდება ვინმე პოლიტიკოსი, ვინც დაუძახებს და თავის არჩევანს დააცვევინებს, თუ ვიღაცა მიცის რომ გაუყალბეს, მაგრამ არ აპირებს თავისი არჩევანის დაცვას, ესე იგი ეს ადამიანი ღირსია იმის, რომ კიდევ გაუყალბონ 10 ჯერ. ღირსი იყო იმის, რომ გაუყალბეს. არ ჩათვალა თქვენსავით რომ რაღაც წაართვეს. მე რა შუ ხო არა, მე ხო საუბრობ ადამიანზე, ვინც თვლის რომ გაუყალბეს. მე არ მithქვას, ვინც ამბობს რომ არ თუ ასეთ ადამიანებზეა საუბარი, მე მგონია რომ აღნიშნულ პროცესში ფიზიკურად მნიშვნელობა არ აქვს, იქ ოპოზიციაში ვინ არის და რასაკეთს მნიშვნელობა აქვს, შენ როგორ იცავ საკუთარ თავს და ზოგადად რის თქმაც გულწრფელად მინდა ის არის რომ ქართული ოცნება თავის მთელ ძალაუფლებას ამყარებს ადამიანების დაშინებაზე, მათ უნდათ რომ ქართველებს ეშინოდეთ და მეორე მხრივ მე არ მინდა რომ რაღაცა ჩემი ლაპარაკიც შიშით იყოს გამოწეული. მე არ მინდა ქართველებს ეშინოდეთ, ამიტომ არ მიყვარს და ზოგადად არც მჯერა აპოკალიფტური სურათის, რომელსაც ხატავთ. მე მგონია რომ ბევრად უფრო დიდი კატასტროფების წინაშე მდგარა ეს ქვეყანა და ბევრად უფრო დიდი და მწარე რაღაცები გადაუტანია. დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა და ილია ამბობდა რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ქაღალდი და არსებობს კიდევ სინდისი. რაც არ უნდა სუფთად დაწერონ სუფთა ქაღალდზე რაღაცები, ჩვენ ვიცით რომ მათი სინდისი არ არის და საბოლოოდ ილიას გზას ეს ხალხი არ აგზელებს. ილიას გზას გააგზელებს ის, ვინც იტყვის, რომ ყველა მოსახვეჭეს თავისუფლება ჯობია და თავისუფლებას თუ დაკარგავ, მე უკვე აღარაფერი აღარ დარჩება და ილიას გზა თუ გვინდა რომ გავაგზავნოთ, ჩემი აზრით უფრო ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ ამ სისტემას და ამარცხეს მხოლოდ გააზრებული არჩევანის მქონე რაციონალური ადამიანი, შეშინებული ადამიანი ვერავის ვერ დაამარცხებს და თან, ვიცი, 2024 წელი 100 წლის წინ ამ ქვეყნიდან გაქცეული მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ აქ და აჯანყების მოწყობას ეს უამრავი გაჭირვება გადაგვიტანია და ბევრად უფრო რთული იყო შენი პოზიციის დაფიქსირება, ვიდრე არის დღეს. დღეს ბევრად მარტივია, შეგიძლია Facebook-ზე პოსტი დაწერო, მაშინ ადამიანები უნდა შეგეკრიბა და გადაგასახლებდნენ უკეთეს შემთხვევაში, ან უარეს შემთხვევაში დააგხრეთდნენ და დღეს არ აგვაქვს ესეთი პრობლემები. დღეს ბევრად მარტივად შეგვიძლია რაღაცების კეთება, ვერც მეფის რუსეთმა, ვერც საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო რომ გადავიჯიშებინეთ. კი ბატონო, ბორის, კარგით, ასე ჩამოვაყალიბოთ მაშინ კითხვა, თქვენ ამ გზას პერსონალურად როგორ ხედავთ? ოპოზიცია უნდა დარჩეს პროტესტში, მან უნდა დაამტკიცოს ასევე რომ აქვს ძალიან სერიოზული მტკიცებულებები, რომელიც ლეგიტიმაციის საფუძველს არ მისცემს ამ პარლამენტს და შემდეგ პარტნიორების გარედან დახმარებით, შიდა პროტესტის დახმარებით ხელისუფლებას არ ვიცი, დაათმობინოს არჩევნები და ახალი არჩევნებამდე მივიდეთ. ანუ ეს არის გზა, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ თუ ამ გზასაც ვერ ხედავთ, უბრალოდ რახან თქვენი კოალიციის წევრებიც არიან ახლა ამ პროცესში ჩაბმული, თქვენც რაღაც მიყვებით ამ პროცესს. აი თქვენ როგორ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა, კაცმა არ იცის სინამდვილეში რა იქნება, უბრალოდ ოპოზიციის როლი, აი თქვენს განცხადებაში ხარას თქვით, ძალიან განდიდებულია. მე მგონია რომ ვინმე თუ ხელისუფლებას წაართმევს ვიძენე ამანიშვილს, ეს არ იქნება ოპოზიცია და ეს იქნება საკმარისად გაბრაზებული ხალხი. კი, ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური მოძრაობა, უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკოსები, თუმცა
ვერ მოახდენს ეს პოლიტიკური კლასი რევოლუციას, ფიზიკურად შეუძლებელია რომ მათ დაძახებულზე ეხლა გამოვიდეს საკმარის რაოდენობა ხალხის. ხალხი გამოვა მაშინ თუ მართლა არის თვითონ იგზნობა რომ გაბრაზენ და კონკრეტული წერტილი იქნება, როცა ეს ბრაზი, რაშიც ეს ბრაზი აკუმულირდება. იმის იქეთ ეხლა მე არ მჯერა რომ რაიმე გეგმა შეიძლება ოპოზიციამ ეხლა ადამიანებს წარმოუდგინოთ და მათ წარმოუდგენაში მე შევხედე ადამიანებს. თქვენ ხალხს კი არ მიუძღვებით, არამედ ხალხს ამოწმებთ არიან თუ არა მზად თქვენ ერთად. მე არავის არ მომოწმებ, პირადად ჩემზე თქვა საუბარი, მე ყოველთვის აქციებზე არასოდეს სიტყვის არ გამოდივარ და ყოველთვის თქვენ მდგავარ იქ სადაც დგას ხალხი და მე თუ სადმე აქციაზე ვარ, ჩემი ერთი როგორც რიგითი ამ მომრჩევლისთვის გაკეთებულ ცუდ რაღაცას ვაპროტესტებ და ამის იქით ჩემი აზრით მარტივად რო ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკოსების იმედზე, ჩემი მტერი იყოს თუ რამეს გააკეთებს ამ ქვეყანაში გააკეთებს ხალხი. არ ხართ საიმედო ხალხი? ზოგადად ჩემზე თუ ამბობთ, გააჩნია რაში, რაღაცეებში ძალიან საიმედო ვარ, იმის იქეთ რაშიც არა ვარ, ჩემს თავზე არ მე მაგალითად პერსონალური განწყობა მაქვს, რომ თქვენს და კიდევ ერთი თქვენი თანაგუნდელი ცოტნე. ეჭვი მაქვს ვიდეს ამ ხალხს. კი ბატონო, ცოტნე ხართ ის ადამიანები, რომელს შეიძლება სამომავლოდ პოლიტიკაში რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში რაღაც როგორც ორ წესიერ ბიჭზე შეიძლება რაღაც ტიპის გათვლა არ მიყვარს ხოლმე ზოგადად პოლიტიკოსებზე რამეს გათვლა, მაგრამ რაღაცნაირად ასე გძნობ ხოლმე და ამიტომაც უფრო მეც გეკითხებით, თქვენგან უფრო მეტი მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, იმიტომ რომ თქვენ არასდროს გიჭირდათ მათ შორის იმ პროცესის ცოტა კრიტიკულად შეფასება, რომელშიც შეიძლება თქვენი პარტიაც ყოფილიყო. ხო, ეს უკვე მეორე ნაწილია, ძალიან დიდი მადლობა ქებისვა, ეს უკვე მეორე ნაწილია და მაგ ნაწილს მოგვიწევს საუბარი, ჩემს ახლოვდება ის დრო, როცა ერთი უკვე ძალიან ბევრს ვისაუბრეთ იმაზე რა დააშავა ქართულმა ოცნებამ და მე უკვე მოგვიწევს ჩვენი შეცდომების გადააზრება და ამგვარი იყო უამრავი, მათ შორის მგონია რომ ყველას ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ვინც ვამბობდით რომ ადამიანების ხმები იქნებოდა ფარული და ამაში ვარწმუნებდით ხალხს, მეც და ცოტნეც ვაკეთებდით მაგას, მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ეს გვეგონა აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაინც მგონია რომ შენ რასაც ამბობ, მაგაზე პასუხისმგებლობა უნდა იყო და ძალიან სამწუხაროა რომ ამგვარ მარტივ რამეში შევცდით. საბოლოოდ ყველაფერი გაკვეთილი მგონია, არ მგონია რომ სადმე აპოკალიფსი იქნება, ამ ქვეყანას მომავალი აქვს და მომავალი ქონდა სულ მაშინაც კი, როცა აქ წითელ არმიელები დააბოტებდნენ თავიანთი თინკებით და ავის ყურების ჩამოყრის დრო ჩემს დარე. კი ბატონო, იცით რა, გაყალბებაზე ლაპარაკი ზოგადად შთანთქავს ხოლმე თვითკრიტიკას ოპოზიციის მხრიდან და ეს შეცდომების გაუაზრებლობა და თვითკრიტიკის დეფიციტს შემდეგ მიყავს ახალ შეცდომებამდე. ეს ჩემი დაკვირვებაა პროცესისადმი, თუ გნებავთ, შეგიძლიათ საჯაროდ ყველაფერი თქვათ, მაგრამ ალბათ ყველა საკუთარ ოფისებში მაინც უნდა ილაპარაკოს იმაზე, რა იყო პრობლემა და სათხედავენ პრობლემას, იმიტომ რომ ალბათ ასეთი ბევრი იყო და ამაზე ლაპარაკი არ იქნება უარი არ ყოფილიყო, ასე არ დამთავრდებოდა არჩევნები, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო ჩვენ ხო მათ დანაშაულებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი თავი არ დაგვაიწყდეს, ჩვენს ბევრი დავაშავეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც თუ არ გამოვასწორეთ, ფიზიკურად მომავალი არ გვექნება. ამ ქვეყანას მომავალი ექნება. ამ პოლიტიკას, ამ პოლიტიკის ნაწილებს კონკრეტულად ჩემი აზრით მე მომავალი აღარ ექნება, თუ ამას არ გამოვასწორებ. კი ბატონო, მადლობა. მადლობა, დაგემშვიდობებით და ვიდრე